პირველი დღეს შეწყვეტის შუამდგომლობას დავაყენებთ, იმიტომ რომ რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის დაყენებული, როცა იგივეზე არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ეს სუფთა სამართლებრივი დეტალია, მაგრამ ცხადია რომ არაფერი არ მოხდება. მეორე გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისეც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ გადახედონ დღეს, რომ გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა, მაშინ გადახედონ, ჩემს ამის მნიშვნელობა არ აქვს. და ნიკა, თქვენი კოალიციდან ორი არის ეს ასევე, სამი ლიდერი იქნებით ციხეში. ძალიან მარტივია ხა, როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარიოთ, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ხო ეს უნდა დამთავრდეს. ამას გარდა ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოთხოვდეს. მართალია ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყავ, იმიტომ რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩებში და ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დავუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით. თავისუფლების შეზღუდვა, ციხე და ასე შემდეგ არ არის მარტივი საკითხი, რომ სხვებს შეგუება არის.